მოდით თურქულ სანელდებო და მაყურებლებო დღეს მე თქვენ წარმოგიდგენთ ისევ თემას ტარტარი ასე მაგრამ საუბარი გვექნება საკვებზე თუ საკვები იმ სახით რომელსაც ჩვენ დღეს ღებულობთ როგორ შემოვიდა დედამიწაზე და როგორ გვაიძულეს სცენარეების ჭამა ეფირის მიღების მაგივრად. მას დავიწყოთ. სანქტ-პეტერბურგის ცენტრში დგას ზამთრის სასახლე. 1000 ტურისტი ყოველ დღე გადის მის დერეფნებს შორის. და ისინი აღფრთოვანებულები არიან მარმარილოთი და მოპირკეთებული დეკორაციებით. მაგრამ თუ თქვენ ყურადღებით შეისწავლით ორიგინალურ ნახაზებს ფრანჩესკო ლასტრელისა 1754 წლისა თქვენ აღმოაჩენთ უცნაურობებს. უზარმაზარი შენობაში 1500 ოთახიან შენობაში სადაც ცხოვრობენ 1000 ადამიანი იმპერატორის ოჯახის ჩათვლით და მათი მოსამსახურეების ჩათვლით თავიდან არ იყო გათვალისწინებული არც ერთი სრულყოფილი ოთახი. ანუ ოთახები იყო, მაგრამ იქ არ იყო ტუალეტი, სამზარეულო, აბანოები და ასე შემდეგ. იმპერატორის დროს იქ დაცხოვრება იმპერატორი ბოლოს სამეფო ოჯახი ამ ზამთრის სასახლეში. ალბათ ეს იგულისხმება. შესასვლელი დარბაზებში არ იყო საკვამურები, რომლებიც შეესაბამებოდა იმ დროის სასახლებს. არც საჭმლის გაკეთების ხო, იმ დროს თუ ამდენი ხალხი ცხოვრობდა სასახლეში, ხო სამზარეულოც უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ იყო გათვალისწინებული ეს ყველაფერი. მაგ მასშტაბებზე ანუ ამდენ ხალხზე სამზარეულო არ იყო გათვალისწინებული, არც აბანოები, არც არაფერი. ოფიციალურად ისტორიკოსები ამბობენ, რომ გამზადებული საჭმელი მოქონდათ მეზობელი შენობიდან. მაგრამ წარმოიდგინეთ, ატარო ცხელი საჭმელი ყინვაში, იმისთვის რომ იმპერატრიცას დაუდო მაგიდაზე და მან შეჭამოს. სინამდვილეში მიზეზი იყო სხვა რაღაცაში. ამ სასახლეს მაცხოვრებლები, როგორც ყველა უდიდეს ტარტარიაში, არც საჭიროებდნენ საკვებში ჩვენი გაგებით, ჩვენ გაგებაში. ალბათ გაგიკვირდებათ. მიაქციეთ ყურადღება ძველ ევროპულ ციხე-სიმაგრეებს. მაგრამ ციხე-სიმაგრეები მაგალითად შამბორის საფრანგეთში მასში არის 440 ოთახი ამ შამბორში საფრანგეთში, მაგრამ როდესაც ის ააშენეს მასში არ იყო ერთი სასადილოც კი. ნადიმები ისტორიაში აღწერილები კი ისტორია აღწერს ნადიმებს. კეთდებოდაო ნადიმები, მაგრამ ასეთი მასშტაბური მომზადება როდესაც ხალხი არიან სამზადისში დასტრიალებენ მაგიდას, როგორც ჩვენ დროს ახახდება, მასეთი არ იყო. ამის მაგივრად ყოველ მთავარ ოთახში იდგა უზარმაზარი ბუხრები, მაგრამ თუ
თქვენ შეიხედავთ ამ ბუხრების შიგ ერმიტაჟში ან ძველ ვილებში მილიონის ქუჩაზე იქ პეტერბურგში ალბათ თქვენ ნახავთ უცნაურ დეტალს იქ არ არის საჟა იცით საჟა იმ დროს ხდება როდესაც ხმარობენ წვავენ რაღაცას ხო და იქ ბუხრებში ამ ძველებურ ბუხრებში ახლანდელი ბუხარს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს მაშინ სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა და საჟა ამ ბუხრებში არ იყო ხო არის რომ დაუშვათ მრავალი წლის განმავლობაში ადამიანი ხმარობს ბუხარს წვავს შეშას ნახშირს და ასე შემდეგ რესურსს ხო რაღაცა უნდა დარჩეს ხო მაგრამ იქ ერთი გრამის საჟა არა და საჟა ხომ ჯდება დაждებოდა ამ ბუხარში ამდენი საუკუნეების განმავლობაში ხომ დაждებოდა ასეთი რაღაცები არა ამ ბუხრების მილები ხშირად მიდიან არა ვერტიკალურად ზევით არამედ უერთდება რთულ ქსელში კედლების შიგნით სადაც მდებარეობს სპილენძის მართულები ან უცნაური მეტალური სილით ან ბუხრების ზონა ნამეტანი დიდია გასათბობლად მაშინ შეიძლება ჩატეულიყო ადამიანი სრულ სიმაღლეზე აი რომ შესულიყო ადამიანი და სრულიად გასწორებულიყო თავის სიმაღლეზე იქ ჩაეტეოდა ეს არ იყო ფეჩები არამედ დანადგარები იყო ეფირული ენერგიის მისაღებად რომლებიც კვებავდა მაგ დროს ხალხს დიახ გაგიკვირდებათ მაშინდელი ბუხრები ყველაფერს მაშინდელს არ ქონდა ისეთი დანიშნულება როგორი დანიშნულება დღეს ჩვენ ცხოვრებაში აქვს ბევრ დანადგარებს ის იყო ეფირული ენერგიის მისაღებად 1837 წელს ზამთრის სასახლეში გაჩნდა უცნაური ხანძარი ის გრძელდებოდა 3 დღე და ავს ჰქონდა უცნაური მოლურჯო ფერი ინსტრუქციის შემდეგ რეკონსტრუქციის შემდეგ მაპატიეთ ამ ხანძრის შემდეგ გაუკეთდა რეკონსტრუქცია და რეკონსტრუქციის შემდეგ სასახლეში უეცრად გაჩნდა სამზარეულოები ერთი კი არა სამზარეულოები და საკვამურები ესე იგი ფეჩები დაუყენებიათ ან ბუხარი გადაუკეთებიათ ფეჩებად ზუსტად ამ პერიოდში მთელ სოფლიოში დაიწყო მასიური ჩანერგვა მცენარეულობის საკვების მიღების კულტურა მანამდე არ ყოფილა კი იყო მაგრამ ცოტა სხვანაირად ხდებოდა ეს ყველაფერი მაგრამ ამ მომენტამდე კაცობრიობა ცხოვრობდა სხვაგანად ძველი ქრონიკებში რომლებიც სასწაულად გადაურჩნენ გაქრობას მოგზაურობების აღწერაში ციმბირში ყოფნისას მე-17 საუკუნეში არის ნახსენები ხალხი რომლებიც იკვებებიან სინათლით და მეტალით ეს ჩამოგავს ზღაპარს სანამ ჩვენ არ დავხედავთ სკლეპებს რომლებიც დატირებული არის პერიოდით 1700 წლამდე არქეოლოგები პოულობდნენ სკლეპებს გიგანტური რომელშიც იწვნენ გიგანტური სიმაღლის ადამიანები ანუ 2,5 მეტრი და იწყებოდა მათი სიმაღლე
მათი სიგრძე რა, სიმაღლე. იდეალური შენახული კბილებით. ამ კბილებზე არ არის კარიესის კვალი, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, მათზე არ არის გაცვეთის კვალი. უხეში მცენარეულის დამუშავების დროს, ანუ კბილებმა ხომ უნდა დაამუშავონ მცენარეები და ხო იცითება. და ჩვენ გვატყუებენ გენეტიკა კი არა, ყველაფერს საკვები აკეთებს. მათი ყბები არ იყო დამისნული იმისთვის, რომ მუდმივად ღეჭონ საკვები. ღეჭონ კლეჩატკა. უცნაური დამთხოვაა, ხო? მე-13 საუკუნის შუაში მთელ სოფლიოში იწყება მშენებლობა ჰიდროელევაქტორებისა და ხორბლის საცავებისა. ამ დრომდე ისინი პრაქტიკულად არ ჭამდნენ მასეთ მასშტაბში საკვებს, ნახდათ არ ჭამდნენ, უცებ ხორბალი ხდება სოფლიოს მთავარი ვალუტა, მაგრამ ხორბალი არ არის ბუნებრივი პროდუქტი ჩვენთვის. თუ თქვენ დატოვებთ ხორბლის ყანას უყურადღებოთ, ის დაიღუპება რამდენიმე წელსში. ეს არის ხელოვნურად გამოყვანილი მარცვეული, რომელიც ითხოვს მუდმივ მოვლას. ტარტარიაში მოყავდათ სულ სხვა კულტურები, მაგრამ არა საჭმელად, არამედ ტექნიკური საჭიროებებისთვის. გადასვლა მარცვეულის კვებაზე იყო ძალდატანებით. ეს იყო კონტროლის მეთოდი. მცენარეული საკვები მოქმედებს როგორც მსუბუქი ნარკოტიკი. ის იწვევს შაქრის, ხტომას სისხლში, ზილიანობას და შიმშილის შეგრძნებას, რომელიც ბრუნდება რამდენიმე საათში. ანუ თურმე რატო გვშია ჩვენ, იმიტომ რომ მცენარეული საკვები, საერთო საკვები ჩვენ არ გვაწყობს. და ხალხი როდესაც ეფილს ითვისებდა, მათ კვირაობით არ სჭირდებოდა არც საჭმელი, არც ძილი. წარმოიდგინეთ? 1845 წელს ირლანდიაში ხდება ცნობილი კარტოფილის შიმშილი. ოფიციალურად მიზეზად გამოცხადა სოკო. ხო, რომ კარტოფილის შემოსავალი გააფუჭა სოკომ და ამიტომ მოხდა სოკოს კარტოფილის შიმშილობა. ირლანდიაში ბევრ კინოებში მაქვს მოსმენილი, რომ თურმე კარტოფილზე იყვნენ შემჯდარები. ხო, სისტემამ ისინი მიაჯაჭვა კარტოფილს. მაგრამ ცოტა ვინმე მიცის, რომ ამ დროს სხვა ნაწილებში მიწაზე რუსეთის ჩათვლით ადამიანებს აიძულებდნენ თითქმის ძალით კარტოფილის მოყვანას. რუსეთში ამას დაარქვეს კარტოფილის აჯანყება. დიახ, ხალხი ჯანყდებოდა კარტოფილის, პურის, საერთოდ საკვების წინააღმდეგ, რომელსაც ძალდატანებით ნერგავდნენ. გლეხები კარტოფილს უწოდებდნენ ეშმაკის ვაშხს და ვარს ამბობდნენ კარტოფილის მისაღებად, რადგან იცოდნენ, რომ ეს საკვები ართმევს ძალას და ამოკლებს სიცოცხლეს. აქამდე ხალხი ტარტარიაში იყენებდნენ ეგრეთ წოდებულ მეტალების პლაზმას. ეს იყო კეთილშობილი მეტალების ხსნარი აქტიურ გარემოში, რომელსაც იღებდნენ იმავე ბუხარით
რეზონატორით ანუ ეს ბუხრები რომელიც მე ვახსენე ასრულებდნენ რეზონატორის როლს და ამ ბუხრების დახმარებით იღებდნენ ამ ეფირს საკმარისი იყო ერთი ყლუპი კვირაში იმისთვის რომ ქონოდათ საჭირო დონე ენერგიისა და ნათელი ჭკუა ხო რაც ეხება სამოვარებს ეგრეთ წოდებულ სამოვარებს დააკვირდით ძველ სამოვრებს მუზეუმში ჩვენ გვეუბნებიან რომ ეს არის წყლის ასადუღებლად რაშიც იყენებენ ნახშირს რომ ჩაისთვის წყალი ადუღონ მაგრამ სამოვარის წყობა უფრო რთულია ცენტრში განლაგებულია მილი რომელიც ადრინდელ მოდელებში იყო გაკეთებული სუფთა სპილენძით ანუ სპილენძისაგან და ვერცხლისაგან ან ვერცხლისაგან ან სპილენძისაგან ანუ ორივე მგონი ხო სპილენძისაგან და ვერცხლისაგან თავისებური ნასიჭკები ან ნაკვეთები თუ მასეთი მილის შიგ ჩაატევთ განსაზღვრულ მინერალს და იმოქმედეთ მასზე სუსტი ელექტროდენით ატმოსფეროდან რომელსაც აგროვებს შპილები შპილზე სახურავზე ანუ მე გეუბნებოდი თქვენ რომ შპილები ეყენა დღეს რომ ტაძარს უძახიან მაგ ტაძრების თავებზე ბევრ შენობებზე სპეციალურად აშენებდნენ ისეთ შენობებს შპილიანს კოშკების მაგორად და ეს შპილები ეყენა სახურავზე წყალი შიგ რომ ხდებოდა აქტიური პლაზმა ამ შპილების მეშვეობით ანუ ზოგი კოშკების ქვეშ გითხარით რომ ფიალები იდგა ვერცხლის წყლის სავსე ან წყლის სავსე და ეს ეფირი ასე ვთქვათ წყალზე მოქმედებდა და ხდიდა აქტიურს ხომ გესმით ჩემი პლაზმად იქცეოდა წყალი და ამ წყალს არ სვამდნენ ლიტრობით ამ პლაზმად იქცეულ წყალს ლიტრობით კი არ სვამდნენ მას იყენებდნენ როგორც სუფთა ენერგიის წყაროს ზუსტად ამიტომ სამოვარს ეკავა სახლში ცენტრალური ადგილი ანუ როგორც გითხარით ამ სამოვარში არის მილი რომელსაც აკეთებენ სპილენძისაგან და ვერცხლისაგან და ეს იყო ჯანმრთელობის საკურთხეველი ეს სამოვარი ჯანმრთელობის საკურთხეველი და მე რომ გადააკეთეს როგორც ბუხრები მოულოდნელი ფაქტები ბიბლიოთეკის ვატიკანში ინახება ტარტარიის რუკების სახით რომლებიც არის 1600 წლებისა სადაც აღწერილია ბარაქის რეგიონები იქ არ არის ყანები ან ნათესები იქ აღნიშნულია ზონები მაღალი კონცენტრაციით ატმოსფერული ელექტროენერგიისა მაგ დროს ხალხი არ წვავდნენ მაგ დროს ხალხი არ ხნავდნენ მიწას ისინი იკვებებოდნენ ხელოვნებით ხელოვნება მაპატი თამერი ახატვინი ისინი იყვნენ დაკავებულები ხელოვნებით
მეცნიერებით და მშენებლობით. მცენარეული საკვები იყო შექმნილი როგორც დემონების ინსტიტუტი, ინსტრუმენტი, როგორც დემონების ინსტრუმენტი. ან დამონების ინსტრუმენტი. ანუ საკვების სახით ახალმა სისტემამ დაიმონა ყველა ხალხი მთელ მსოფლიოს მასშტაბით. ხო. საკვები იყო გამოყენებული კიდევ ვიმეორებ როგორც დამონების ინსტრუმენტი. როდესაც ადამიანები იწყებენ მცენარის ჭამას, მისი სხეული გადადის რეჟიმში საწვავის დაწვისა. ანუ ეს ძალიან ბინძური პროცესია. ჩვენ შიგნით ბუკვალურად ჩვენ ორგანიზმში, როდესაც ჩვენ საკვებს ჭამ, ხდება მუდმივი წვა, რომელიც ქმნის თავისუფალ რადიკალებს. უყურეთ ახლა და დაშლის პროდუქტებს, ამიტომ ბერდებით ჩვენ მასე მალე. და უყურეთ ახლა კიდევ რა ხდება. იმას კი არ ამბობენ თუ ეს თავისუფალი რადიკალები საიდან მოდის სინამდვილეში. არა. მე ნიშნავენ სხვადასხვა დიეტას ამ რადიკალების გამოსადევნად, ამ ტოქსინების გამოსადევნად. ხო. რაც არ უნდა ვჭამოთ ჩვენ, ეს არაფერი არ გვერგება სინამდვილეში. არაფერი. იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი არ არის განკუთვნილი ჭამისთვის თურმე და როდესაც ამბობენ, აი მაგალითად გამოდიან, ბევრი ვიდეოები დენა Facebook-ზე, YouTube-ზე, რომ არ უნდა ჭამოს საჭმელი, კვირაში უნდა ჭამო ერთხელ-ოთხელს. კი, არიან ისეთი ადამიანები, რომლების ენერგეტიკა მაღალია, მე ხო გეუბნებოდი თქვენ. ბევრ ვიდეოში რომ მოსულები არიან მაღალი დონიდან ვარსკვლავური სულები მეთქი. აი მაგათ მართლა მაღალი ენერგიები აქვენ და მათ შეუძლიათ 1-2 დღე არ ჭამონ, ან ცოტა ჭამონ. შეუძლიათ, მაგრამ უმრავლესობა ადამიანებისა საჭმლის გარეშე ვერ გაძლევს, ხო? და რაც არ უნდა კი მე პოლ ბრეგის მიხედვით შიმშილობდი. მეწულე ძალიან რთულია. მე ოღონდ არ ვაკეთებდი მრავალდღიან შიმშილობებს. მე მოვამზადე ორგანიზმი, ვეჩვეოდი ყოველი 5 საათის შემდეგ, მე უბრალოდ ჯერ 8 საათის შემდეგ არ ჭამდი, შემდეგ 7 საათის მერე ასე უკელი მოვედი 5 საათამდე. შემდეგ კვირაში ერთხელ ვაკეთებდი 24 საათიან შიმშილს. მაგრამ ძალიან რთულია. ძალიან. კარგი, მოდით გავაგრძელოთ. ტარტარიის მცხოვრებლები ცხოვრობდნენ 300 და 500 წლამდე. რადგან მათი სხეულები არ იწვევდნენ შიგნიდან. და თან ისეთი მცენარეებიც მოყავდათ, რომელიც კარგად მოქმედებდა, მაგრამ როგორც ახლა მე თქვენ გითხარით, წაგიგითხეთ, ისინი ჭამდნენ ნაკლებად. და ჩანგლები და კოვზებიც იყო მაგისის მოგონილი, რომ შეძლოდათ ამეფერული ენერგიის მიღება. ანუ ძველებურ ჩანგლებს და კოვზებს თუ დახედავთ, თუ არის სადმე შენარჩუნებული ასეთ შენობებში, როგორც ზამთრის სასახლე პეტერბურგში, ასეთი შენობები ბევრია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისინი არ იყო განკუთვნილი როგორც აი დღეს როგორი ფუნქცია დღეს აქვს და ჩანგლებს, არა. 1812 წელს ოფიციალური ისტორიკოსების ვერსიით ნაპოლეონმა დაწვა მოსკოვი, მაგრამ თუ დააკვირდებით დანაკარგი სიას დამწვარი ქონების შორის თითქმის არ არის საგნების მარაგი, საკვების მარაგი. აი ნაპოლეონმა ხო დაიპყრო დაუშვა ტერიტორიები და ხომ წერენ სიას ნაწერება თურმე ამ დროს სიას ნაწერება იმისი თუ რა
მოქონდათ თან, ან რა მიაქვენ. და ამ სიაში არ არის საკვების მარაგი. წამოიდგინეთ, მაგ დროს მოსკოვში არ იყო პროვიანტური საწყობები, ანუ საწყობები, სადაც ინახებოდა საჭმელი პროდუქცია, პროდუქტები. ამას უწოდებენ პროვიანტი, საერთოდ საკვების პროვიანტი. და ეს პროვიანტური საწყობები არ არსებობდა სანქტ-პეტერბურგში, არც მოსკოვში. როდესაც ნაპოლეონი თავს დაესხმა რუსეთს. თან ეს იყო 1812 წელი. წამოიდგინეთ, ჯერ სისტემა, ახალი სისტემა არ არსებობდა, მაგრამ უკვე გარს უტყამდა, აღჩობდა რა ტარტარიას. დაიწყო უკვე დახჩობა, მაგრამ ჯერჯერობით ტარტარიელები იყვნენ თავისუფალი შედარებით. თავისუფალი ხალხი. რატომ არ იყო პროვიანტის საწყობები მოსკოვში და პეტერბურგში? იმიტომ რომ მოსკოვი იყო ერთ-ერთი ბოლო ხარდაჭერა ძველი ცივილიზაციისა, ტარტარიისა, სადაც საკვები არ იყო ცხოვრების საფუძველი. ენერგიას იღებდნენ ეფერისაგან, როგორც გითხარით წინათ კიდევ. ეკლესიების მოოქროვილი გუმბათები არ იყო როგორც მორთვის საგანი. არამედ უზარმაზარი ენერგიის კონდენსატორები იყვნენ. ესე იგი, იმიტომ ღებავდნენ ამ მგონი მართლაც ის იყო სუფთა ოქრო. ეს ოქროსფერი გუმბათები ადრე, რაც კი არსებობდა. და ეს ოქროსფერი გუმბათები იზიდავდნენ ეფირს, ანუ აცრულებდნენ უზარმაზარი ენერგიის კონდენსატორების როლს. ადრე იქ არ იყო კერპები. ამდენი რაოდენობიცა დღეს ტაძრებში კერპები კიდია. იქ ეყენა მეტალიკური გისოსები და ფიალები. წყლით გავსებული. ამ ფიალებში იყო წყალი. 1854 წლის ქიმიკოსმა იუსტინ ფობრიხიმ უეცად აღმოაჩინა კალორიის თეორია. ის აცხადებს, რომ ადამიანი უნდა განსაზღვრდეს ცილების რაოდენობას, ცხიმების რაოდენობას და ნახვიწლების რაოდენობას. ეს იყო სამეცნიერო ბაზა ახალი სიცოცხლისთვის. ხალხი დაარწმუნეს იმაში, რომ საჭმლის გარეშე ისინი მოკვდებიან. ამ დროს მთელ მსოფლიოში დაიწყო იმ წიგნების გაქრობა, სადაც ეწერა სინათლის დიეტაზე და სისხლის გაწმენდის შესახებ მეტალებით. სიტყვა ტერმინი ვიტამინი გაჩნდა უფრო გვიან, იმისთვის, რომ აეხსნათ ახალ დიეტაზე რატომ დაიწყო ხალხის მასიურად გადასვლა. და ამ ახალი დიეტის შემოტანის შემდეგ ხალხმა დაიწყო მასიურად ავადმყოფობა ცინგით და რახიდით. ანუ, როდესაც შეწყდა ეფირული კვება და შემოიტანეს ეს მცენარეული, მასიურად წამოვიდა ავადმყოფობები, შაქრის დიაბეტი, ნეროზი, რახიტი, ცინგა, ბევრი დაავადებები გაჩნდა იმ დროს. ხო, ამას ხსნიდნენ რაღაც მიზეზებით, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი იყო გამოწვეული უეცარი იმ ეფირული ენერგეტიკის მიღების შეწყვეტის დარღვევასთან. ანუ დაიწყო ბალანსი, ენერგეტიკული ბალანსი დაერღვა ხალხს და დაიწყეს ავადმყოფობა. ტარტარიაში მასეთი ავადმყოფები არ იყო. დააკვეთეთ ძველ სასუფრო პრიბორებს.
ისინი ხშირად გაკეთებულია ვერცხლისაგან და აქვთ უცნაური ფორმა. მე-18 საუკუნის ბევრი ჩანგალი და კოვზები გამოიყენებოდა როგორც ანტენები. ან აქვთ უცნაური რაღაცა ჩაჭრილებივით თვითონ კოვზებს და ვირკებს ჩანაჭერი უკეთდებოდა სპეციალურად. კერძო კლინიკებში არის სასოფლო ეს პრიბორები ეგრეთ წოდებული, რომლებიც განსაზღვრული საკითხებთან შეხებისას იწყებენ სუსტად ვიბრირებას. ეს იყო ინსტრუმენტები პლაზმის, იმ პლაზმის, რომელიც ადრე გამოიყენებოდა იმ პლაზმის სტრუქტურირებისთვის. დღეს კი ჩვენ ვიყენებთ მათ უბრალოდ იმისთვის, რომ მივირთვათ სცენარეული საკვები. ანუ კულტურა შემოიღეს ეგრეთ წოდებული პრიბორების ხმარებით. გამოცანა ხდება უფრო სიღრმისეული თუ ჩავიხედავთ ძველი ბაზრების არქიტექტურაში. ავიღოთ და რომ ავიღოთო სენაიას მოედანი პეტერბურგში. ან ძველი ბაზრები ლონდონში ეს არის უზარმაზარი გუმბათის შენობები მეტალისაგან და მინისაგან. ოფიციალურად ბოსტნეულით ვაჭრობისთვის იქნა აშენებული, მაგრამ მინა და მეტალი ეს არის იდეალური რეზონატორები. ეს შენობები იყო აშენებული უფრო ადრე და ემსახურებოდნენ ენერგიის გასანაწილებლად ქალაქის მასშტაბით. კატასტროფის შემდეგ მე-19 საუკუნის შუის შემდეგ ის უბრალოდ გამოიყენეს პროდუქტების სავაჭროდ, რადგან საჭმელი გახდა ახალ ღმერთად და ახალ აუცილებლობად. ერთი უცნაური დოკუმენტი მაგ დროისა მიუთითებდა ერთი გუბერნატორის ნაწერზე, რომელიც ცხოვრობდა ციმბირში და ეს დრო დათარიღებულია 1820 წლით, რომელშიც ეს გუბერნატორი ამ საბუთში წუწუნებს, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები ვარს ამბობენ პურის ჭამაზე. ანუ ეს არის უკვე 1820 წელი. ჯერ სისტემა არის გამაგრებული, სისტემა გამაგდა 1800 საბოლოოდ გამაგდა 1850 წლიდან, ხო? მაგრამ ეს იყო 1820 წელი და გუბერნატორი, ციმბირის გუბერნატორი წუწუნებდა, რომ ხალხს არ უნდა, ადგილობრივებს მაცხოვრებლებს არ უნდა პურის ჭამა და პურს უწოდებენო კუჭის ქვად და აგრძელებენო თავიანთი ვერცხლის ფიალების გამოყენებას სულის გასამაგრებლად. ანუ იმ მომენტში, იმ პერიოდში 1820 წელს ჯერ კიდე ეფირული ეს დანადგარები არ იყო ჯერ განადგურებული. ხალხი 1820 წელს კიდევ იკვებებოდა თავისი წყლის პლაზმით. ხელისუფლებას მოუწია გადასახადის შემოტანა, რომლის თანახმად გადახდა შესაძლებელი იყო მხოლოდ ხორბლით და სხვა არაფრით. ანუ ფულის მაგივრად ვალუტად შემოიტანეს ხორბალი, რომ გადაეხადათ გადასახდელები, ამისთვის შემოიტანეს ხორბალი. ანუ ხალხი აიძულეს დაემუშავებინა, ხალხს დაეწყოთ მიწის დამუშავება და მოეყვანათ ხორბალი. ხო, მე რომელიღაც წყაროდან მსმენია ეს ამბავი, რომ ხალხს არ უნდოდა მაშინ, როდესაც ეს მიწის დამუშავება შემოიტანეს იმ პერიოდში,
ხალხი ეწინააღმდეგებოდა მიწის დამუშავებას, რადგან მიწის დამუშავება კანონით არ შეიძლება. ამით იფიტება მიწა, ხვდება მიწა და მიწა ახლა ტყეში, მართალია ესე ახლა ტყეში ხომ თავისი იზრდება ყველაფერი. იქა მიწა რბილია, ჭიებს თხრიან იმისთვის რომ თევზები დაიჭირო. ამისთვის აგროვებენ ჭიებს და მე რაც ნაბარი მაქვს, მე რაც გადაბარილი მაქვს მიწა თან სვანი პოდიკია მე რომ ბარავ, არ ვიცი ხა სვანები როგორ ბარავენ. სვანს იმიტომ ვიძახი რომ სვანებს ძალა გააჩნია თუ ძლიერი მაგარი ძალა და მეც ისეთი ძალა გამოჩნდა, წარმოიდგინეთ ბარი, დასაბარი ბარი რა ზომისაა. მე ვატრიალებდი ამ ბარის ზომის მიწებს, იმიტომ ვარ კარგად. მამა ჩემი ამბობდა, გოგო ცოტა წვრილა დაბარეო რომ თოხნა არ გამიჭირდესო, შენი დაბარულის დათოხნა მერე ჭირსო. ხო და ხოლმე მეხუმრებოდა მე ამაზე. იმხელა ბელტეს ვაბრუნებდი. წამოიდგინეთ და კი თუ არ ახლა კარგად. ხო, არა სიამდვილეში არ შეიძლება თურმე. ტარტარია გადაიქცა აგრალურ კოლონიად. ოდესღაც დაფიქრებულ ხართ, რომ სოფლიოს ყოველ ქალაქში რატომ არის ცენტრალური პარკი. მე-19 საუკუნეში მათ უწოდებდნენ ქალაქების ფილტვებს, მაგრამ აქამდე მათ ადგილებს ხშირად იდგა უცნაური ნაგებობები, ქვის ლაბორატორიები და მეტალოპლასტიკები. ისინი დაანგრიეს და მათ ადგილზე დარგეს ხეები. ეს დანადგარები დაანგრიეს და მათ ადგილზე დარგეს ხეები, მცენარეები. შთანთქავენ იმ ეფირს, რომელიც ადრე კვებავდა ხალხს. ანუ პარკებს რო უწოდებენ, იმიტომ დარგეს ხეები, თურმე, სადაც იდგა ადრე დანადგარები, რომ ხეებს ეშთანთქა ეს ეფირი და ხალხს არ დარჩენოდა. ტყეები, ეს ხეები, პარკები გახდა მტვერსასრუტების მაგვარი, რომლებიც ართმევდნენ ატმოსფეროს თავის ენერგიას და ჩვენ გვტოვებდნენ შივრებს და გვაიძულებდნენ მოგვეცებნა მისი შემცვლელი თებსზე, ანუ მცენარეული გაგვეზარდა, მარცვლები გაგვეზარდა. მცენარეულ საკვებზე გადასვლა შეცვალა დროის მიმართ ჩვენი აღთქმა. ადრე ადამიანი გრძნობდა თავის თავს უსაზღვრო ენერგიის ნაკადის ნაწილად. ახლა კი ჩვენ ცხოვრობთ საუსმიდან სადილამდე, სადილიდან ვახშმობამდე. ჩვენი ცნობიერება მიჯაჭვულია მონელების სისტემას, ეს არის იდეალური ხერხი ცივილიზაციის დამიწებისა. წაართვა ის საშუალება იყურებოდეს ცაში და აიძულო უყუროს მხოლოდ მიწას. ჩვენ გახდით ჩვენი კუჭის მონები, თუმცა ჩვენი წინაპრები ფლობდნენ პლაზმის საიდუმლოთი. ურალის ეს რა მოვიკითხე მე და კაი გავაგრძელებ ახლა. მე-19 საუკუნეში ადამიანის ძველი მძიმე მეტალების შემადგენლობა ძაფრად ვარდება, კალციის და კრემნიის შემადგენლობა კი იზრდება. ეს არის ბიოლოგიური
ასე ვთქვათ, ცვლილება ჩვენ გადაგვაკეთებინეს კვების მიღება, შეგვიცვალეს კვება, ჩვენ შეგვიცვალეს კვება გენეტიკურ დონეზე, მაგრამ ვინდა რატომ ჩაატარა ეს გლობალური ოპერაცია და შეცვალა სიცოცხლის წყარო. პასუხი დამალულია კატასტროფის დეტალებში, რომელმაც წაშალა ტარტარია რუკებიდან. მოსკოვის ქვეშ და სხვა დიდ ქალაქებში ხშირად პოულობენ სპილენძის ქვაბებს ჩამარხულებს მიწაში, სარდაფში ისე. ისტორიკოსები ამბობენ, რომ ეს არის სამრეცხაოები, მაგრამ ამ ქვაბებთან არ არის მიიყვანილი წყლის მილები, მაგრამ ამ ქვაბებთან მიყვანილი არის მსხვილი საბურავები რკინისაგან. ასე უწოდებენ საბურავებს. რკინისაგან, რომლებიც ჩადიან გრუნტის სიღრმეში. ის ხელსაწყოები მუშაობენ მიწის პოტენციალის ხაობაზე. ცალში ქმნიდა იმ ესე იგი საკვებ გარემოს, რომელიც ჩვენ დაგვავიწყდა და ეს ქვაბები იყო ყველა უზარმაზარ სახლებში. მე-19 საუკუნის შუაში და რატომ აყრინდნენ მათ მიწას და ამბობდნენ, რომ ეს არის კულტურული ფენა. ეგებს საკვები საწვავი კი არ არის, არამედ ბლოკატორი ჩვენი უნარებისა, რომლებიც იყო ჩანერგილი ისტორიასთან ერთად. მარილი, რომელსაც ჩვენ დღეს ვთვლით პროიანტად, ტარტერიაში ქონდა სხვა დანიშნულება. თუ თქვენ შეისწავლით მარშრუტებს უდიდესი აბრეშუმის გზისა, თქვენ ნახავთ, რომ უზარმაზარ კარავანებს მოქონდათ არა მხოლოდ ქსოვილები, მაგრამ სპეციფიკური მინერალური მარილები ცენტრალური აზიის უდაბნოებიდან. ეს მარილები არ იყო განკუთვნილი საკვებისთვის. ტობოლსკის არქივებში შემონახულია ჩანაწერები 1740 წლიანი წლებისა, სადაც აღწერილია წყლის დამუხტვის პროცესი თეთრი ქვით, ანუ მარილის. ახლა ჩვენ რომ მაღაზიებში ვხედავთ ფხნილ მარილს, სინამდვილეში მარილი არის ქვა და იმისთვის რომ გაგვიადვილდეს ჩვენ საკვებისთვის მაგის მოხმარება, მარილს უმატებენ ქიმიკატებს, რაღაც ქიმიურ შენაერთს უმატებენ ამ მარილს, რომ ის გახდეს ხვიერი. ზოგჯერ თლაც სილასავით ამ მარილი, იქ ნამეტანი ქიმიური შენაერთები ალბათ. და ჩვენ დღევანდელ დღეს მარილს რომელსაც ღებულობთ, ის არის სიცოცხლის საშიში, რადგან შეიცავს ქიმიას. ქიმიას კი უატებენ იმისთვის, რომ მარილი გავხვიერდეს. მარილი იყო ელექტროლიტი იმ დროს. ახლაცა მას უმატებდნენ წყალს იმ სპილენძის ქვაბებში იმისთვის, რომ გააძლიერონ სითხის ელექტროგაყვანილობა, როდესაც ამდაგვარ წყალში ატარებენ ეფირულ მუხტს, ის გადაიქმნება თხევად სინათლეში.
ადამიანები, როდესაც მასეთ წყალს სვამდა, არა მხოლოდ იკლავდა წყურვილს, არამედ მისი უჯრედები ღებულობდა პირდაპირ გზით ენერგეტიკულ მუხტს. 1850 წლებში მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში უეცრად შემოყავთ აუცილებელი ცენტრალური წყლის მომარაგების სისტემა. ძველი ჭები და კერძო სისტემები წვიმის წყლის შეგროვებისა მიწას აყრიან და აცხადებენ ავადმყოფობის წყაროდ. ახალი წყლის გაყვანილობის სისტემაში უმატებენ ნივთიერებებს, რომლებიც უკეთესად ბლოკავენ წყლის დამუხტვას. ეს იყო ეფირული ქვების დასრულება. ხალხი გრძნობდა სისუსტეს, რომელსაც ხელისუფლება ხსნიდა როგორც კალორიების უკმარისობას. ხო, ანუ კალორიები არ ყოფნითო და იმიტომ ხართო სუსტად. ამდაგვარად გაჩნდა გაგება შიმშილი, რომელიც ადრე მასეთ ფორმაში არ არსებობდა. შიმშილი არ არის ბიოლოგიური მოთხოვნა, ეს არის ორგანიზმის სიგნალი იმის შესახებ, რომ მას გაუწყვეტეს სულთა წყაროს ენერგეტიკული მიწოდება. ამ დროს მოდაში შემოდის ჩაი და ყავა. ეს სასმელი ამ სასმელების რეკლამირება ხდება როგორც ცხელი ელიქსირები. მაგრამ შეხედეთ მის შემადგენლობას ქიმიური თვალსაზრისით. ეს არის ძველი სტიმულატორი, რომელიც აიძულებს ორგანიზმს ექსტრემალურად დაწვას შიდა რესურსები. ჩაი და ყავა გახდა ყავარჯნები ხალხისთვის, რომლების სხეულები ვერ იღებდნენ ეფირის კვებას. იმისთვის, რომ შიდა ცეცხლს ხელი შეუწყონ, საჭიროებდა უფრო მეტი და მეტი საწვავი საჭვლის სახით. ამდაგვარად კაცობრიობა შეაჯინეს საკვების ნემსზე. ანუ გავხადეთ ჩვენ ყველა ნარკომანები. ტარტარიაში ეს მცენარეები ითვლებოდა ტექნიკურად. სამკურნალოდ მას არასდროს მიირთმევდნენ. ყოველდღე ისინი არ ჭამდნენ საჭმელს. კვება გავდა რიტუალს. ხდებოდა ენერგიული სასმელის მიღება. 1960 წელს ლონდონში ტარდება პირველი მსოფლიო გამოფენა, სადაც მანქანების დონეზე უჩვენებენ ახალ კვების სტანდარტებს. იქ პირველად მასიურად უკეთებენ დემონსტრაციას კონსერვებს და რაფინირებულ შაქარს. შაქარი არის ყველაზე ეფექტური იარაღი ეფირული კავშირების წინააღმდეგ. ის იშლება ენერგიის უცებად გამომუშავებას. ცოტა არასრულად დავწერე რა თქვა. ვобще მე შაქარი მიღებისას მოქმედდა ეფირულ კავშირებზე. ანუ ეფირს ხელს უშლის ახლაც ნერვულ სისტემასაც აზიანებს და ჩვენ რომ მივიღოთ ეფირული სახით, ენერგეტიკული სახით რამე ინფორმაცია ან ენერგია, ხელი გვეშლება. ენერგიის უცებადი გამომუშავება ხდება. ანუ შაქარი იძლევა, შაქარი ხო ნაშრომწყალია, თან ისეთი ნაშრომწყალია, რომლის ამ ნახშირწყლებს ორგანიზმი უცებ ითვისებს და ნებს შემდეგ ეს ორგანიზმი. ადამიანი
რომელიც მიირთმევს შაქარს, ხდება დამოკიდებული საკვების მისღებისაგან. ტარტარიის კლევარები აღნიშნავენ, რომ ტერიტორიაზე ძველი ცივილიზაციის ქვეშ ყოფილი შაქარი არ იწარმოებოდა, ანუ ტარტარიაში შაქარი არ მოყავდათ და არ გამოიყენებოდა, თუმცა კლიმატი აძლევდა მაგის საშუალებას, რომ მოეყვანა. მაგრამ მაგათმა იცოდნენ, რომ შაქარს ჰქონდა დამანგრეველი ზემოქმედება ორგანიზმზე და ამიტომ შეგნებულად არ მოყავდათ შაქარი. ადამიანების კვლევის სტრუქტურა 1750 წლიდან განსხვავდებოდა ჩვენი ადამიანების კვლევის სტრუქტურა 1750 წლამდე განსხვავდებოდა ჩვენი კვლევის სტრუქტურისაგან. ანთროპოლოგიურ მუზეუმებში ინახება თავის ქალები იმ პერიოდისას, სადაც ემალს აქვს უცნაური მეტალური ბლესკი, სიბძნვარე. ამ ემალის ანალიზი უჩვენებს ოქრო და ვერცხლის მაღალ შემადგენლობას მოლეკულარულ დონეზე. ეს არც კორონკებია, არც დამტვერვა ამ ნივთიერებით, რომელიც დღეს კეთდება. მეტალები იყო ჩატყობილი თვით კბილების სტრუქტურაში. ეს ადასტურებს იმის ვერსიას, რომ კვება კეთილშობილი მეტალებით იყო ნორმა. მეტალები ორგანიზმში ემსახურებოდა ანტენებად. ორგანიზმ მეტალებს, რომელსაც სვამდა ადამიანი წყალში გახსნილ მეტალებს, ისო ემსახურებოდა ანტენებად ეფირული სიგნალის მისაღებად. თანამედროვე წყალი, მცენარეები და ხორცი გამორიცხა ეს მეტალები შიგნიდან და შეცვალა ისინი სათუთი კალცით. დააკვირდით ძველ ქალაქებს პლანიროვკას, დააკვირდით ძველი ქალაქების წყობას, მაგრამ პრაღა და ვენა ცენტრში სულ დგას ტაძარი. პრაღა და ვენაში ცენტრში სულ დგას ტაძარი მაღალი შპილით. მის გარშემო კი შენობების რგოლია, რომლებსაც დღეს უწოდებენ სანოვაგის საწყობად ან ბაზრებად. ძველ რუკებზე ეს შენობები ხშირად დანიშნულია როგორც გამანაწილებლები. ეს იყო ერთიანი ჯაჭვი. ტაძრის შპილი გადასცემდა ენერგიას, ის კი გადასცემდა მათ გამანაწილებლებით. ისინი კი თავის მხრივ ავსებდნენ ამ ენერგიით წყალს და ჰაერს. ახლომდებარე სახლებში ტარტარიის მაცხოვრებლებს არ სჭირდებოდათ მაღაზიებში სიარული. თვითქალაქის გარშემო იყო კვებავი. ეს ხსნის, რატომ შენდებოდა ძველი ქალაქები მასეთი სიმჭიდროვით და სიზუსტით. ესენი იყვნენ გიგანტური მიკროსქემები. კიდევ ერთი უცნაური დეტალი დაკავშირებულია სარდაფების არქიტექტურასთან. ნებისმიერ ძველ შენობაში თქვენ ნახავთ უზარმაზარი თაღოვანი სარდაფები, რომლების კედლები ხშირად დაფარულია კირით ან უცნაური კერამიკული ფილებით. ისტორიკოსები გვარწმუნებენ, რომ იქ ინახებოდა ღვინოს ან სელი. მაგრამ ამ სარდაფებს რატომ აქვს მასეთი იდეალური აკუსტიკა და გუმბათის ფორმა? ტარტარიაში
სადაფები იყო ადგილი, სადაც ცის ენერგია ხდებოდა მიწის ენერგიას. იქ იდგა დანადგარები, რომლებიც გადაქმნიდნენ ატმოსფერულ ენერგიას პლაზმაში. წარმოგიდგენიათ, რამხელა როგორი განვითარებული ცივილიზაცია იყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მე-19 საუკუნის შუაში დაიწყო ამ სადაფების სილით გავსება და თიხასაც აყრევდნენ დამატებით. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის კულტურული ფენა ან წყალდიდობების შედეგია ეს ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში კი ეს იყო მიზანმიმართული აქცია ხალხის იზოლაცია უფასო ენერგიის წყაროსაგან. 1840-იან წლებში რუსეთის იმპერიაში მოხდა სერია ეგრეთ წოდებული კარტოფილის აჯანყებისა. ჩვენ გვიხსნიან მათ გლეხების უბიცობის მიზეზით, რომლებაც თითქოს არ იცოდნენ როგორ უნდა ეჭამათ კარტოფილი და იწამლებოდნენ კარტოფილით. ისე კი კარტოფილით შეიძლება ადამიანი მოიწამოს და მოკვდეს. მწვანე კარტოფილი არ უნდა შეჭამო და სადაფში, სადაც კარტოფილი არ უნდა ინახებოდეს ბნელ ადგილებში, რატომ და თვით სუმა შეიძლება მოკლოს ადამიანი ყოფილა ასეთი შემთხვევა. სადაფი ბნელ სადაფში დაუყრიათ კარტოფილი, იმას დაუწყია გაფუჭება და პიროვნება, რომელიც იქ შევიდა და ჩაისუნთქა ეს სუნი, ადგილზე გარდაიცვალა. მაგრამ დღემდე შემონახულია დაკითხვა აჯანყების მონაწილეებისა, ისინი ამბობენ, არ გვინდა მიწის ჭამა, ანუ კარტოფილს უწოდებდნენ მიწას, გვინდა ვსვათ ცა. ანუ მივიღოთო ზეციური ცის ატმოსფერული ენერგია. გლეხებს ესმოდათ, რომ მათ აიძულებდნენ გადასვლას ისეთ კვებაზე, რომელიც კლავს მათ კავშირს მაღალ ძალებთან და მათ სიცოცხლეს ამოკლებს. კარტოფილი იყო არჩეული სპეციალურად ეს მცენარე, რომელიც ჩნდება მიწაში და მაქსიმალურად ამიწევს ადამიანის ენერგეტიკას. ეს იყო ბიოლოგიური ღუზა. ოპერაციის მასშტაბები გვაკვირვებს ერთდროულად მთელ მსოფლიოში შემოაქვთ კანონი მიწვათ მოქმედებაზე, თავისუფალი მიწები, სადაც ადრე ხალხს შეეძლო ცხოვრება, ავტონომიურად ცხადდება სახელმწიფო საკუთრებად, იმისთვის რომ გადარჩეს ხალხი, იძულებული არიან მოიყვანონ მცენარეები და ემუშავათ, რომ ისინი ეყიდა იძულებული იყვნენ ემუშავათ, რომ ისინი ეყიდა. ეფირული კვების ძველი სისტემა იყო სრულიად დემონტაჟირებული 20-30-იანი წლის განმავლობაში. ეს იყო ყველაზე მასშტაბური და ჩქარი რევოლუცია კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც საგნები არ გვეუბნებიან, ანუ საწყობილ საგნებში ეს არ საწერია, ამას მალავე. და კარტოფილზე რამე და კიდევ დავამატო. იქ მე ერთი ვიდეოს გადათარგმნა დავიწყე, მე შევწყვიტე და იმ გოგოს აქვს ურთიერთობა მცენარეების სულთა და კარტოფილი თურმე რაც აქ მე ხა ჩამოვთვალე, ხოლოდ ამით არ არის ცუდი. კარტოფილი თურმე აჩრუნგებს ადამიანს. მეც ბევრჯერ შემიჩნევია კარტოფილის ნაჭამზე, ჯერ ერთი ვერც გაწყები კარტოფილი, სულ გინდა. ხო, მე ამყოფის, მე შემიძლია ბევრი ვჭამო კარტოფილი, ახლა შევწყვიტე დროებით კარტოფილის ჭამაკერას, მინდა საერთოდ არ მინდა კარტოფილი მივიკარო, მაგრამ ხო, რო ვჭამდი მე ამ კარტოფილს, ძალა მეკარგებოდა. ჩვენ გვაიძულეს დაგვევიწყა, რომ ჩვენ ვართ ცის შვილები და გადაგვაქციეს მცენარეული მასის მოხმარებლებად. დააკურდით ძველ ნახატებს, სადაც
გამოსახულია ნადიმები მე-18 საუკუნისა. მაგიდებზე დგას ხილები და გარეული ფრინველის კერძები, მაგრამ თუ დააკვირდებით ადამიანის სახეებს, ისინი ხშირად გამოიყურებიან ფერფლები, თითქოს გამჭვირვალები არიანო, მათი ტანსაცმელი კი მორთულია მრავალი მეტალური ძაფებით, ძვირფასი ქვებით და რთული ორნამენტებით. ეს არ იყო მოდა მეტალი ტანსაცმელზე მუშაობდა როგორც მიმღები, საჭველი მაგიდაზე კი იყო მხოლოდ მორთულობა, ან გამოიყენებოდა სპეციფიკური გემოთის შეგრძნებები მისაღებად, მოესინჯათ რა ისე, რომ მოესინჯათ, მაგრამ ვერ იტყვი რომ აი საკვები მთავარი მიზანი იყო მათ ხოვრებაში. ისე როგორც ჩვენ ხანდახან ნაყინი მოგვინდება მაგალითად. და საკვებს არ იღებდნენ გასაძღომად. იმიტომ რომ ნამდვილი კვება მიიღებოდა ტანსაცმლის და ხაერის მეშვეობით, იმ მეტალების მეშვეობით. დღეს კი ჩვენ ხარჯავთ 70% ჩვენი შემოსავლისა და დროისა იმისთვის, რომ ხარი დაუჭიროთ სხეულის სიცოცხლეს საჭვლის ჭამის მეშვეობით, რომელიც ჩვენ ნელ-ნელა გვყავს. მაგრამ იქნა მოპოვებული დოკუმენტი არქივებში ერთ-ერთი უძველესი აფთიაქში, სანქტ-პეტერბურგის უძველეს აფთიაქში, ეს სარეცეპტო წიგნი 1930 წლისა, სადაც წამლების მაგივრად აღწერილია შემადგენლობა, მეტალების გასააქტიურებლად და მომზადების წესი, სასმელი ოქროსი. ეს ჩანაწერები წყდება შუა ადგილას, სხვა გვერდები კი ამოხეულია ძვირფესვიანად, მათ მაგივრად ჩაწებილია ინსტრუქციები ნახაშებისა, ბალახებისაგან და სპირტზე დაყენებული მცენარეულისაგან. ვიღაც ძალიან ჩქარობდა, შეეცვალა ცოდნა პლაზმაზე პრიმიტიული ფიტოთერაპიით. ანუ ჩქარობდა ფიტოთერაპიაზე ადამიანების გადაყვანა. მე ისეთი აზრი მომივიდა, როდესაც ამას თარგმნი, რომ გამოდის, რომ ბალახებით მკურნალობაც საშიშია. ჩვენ კი ქიმიასთან შედარებით ბალახი უფრო უკეთესია, უფრო ნაკლებად მავნეა, მაგრამ ბალახიც კი არ გვაჯამთელებს, არამედ ნელ-ნელა კლავს გამოდის. ასე გამოდის. ვის უშხიდა ხელს ხალხი, რომლებიც ცხოვრობდა ასობით წელი და იყვნენ დამოკიდებული არ იყვნენ დამოკიდებული, ხო მე გამომიტოვე სხვებზე. ვის უშლიდა? ადამიანი მართვა, რომელსაც სულ შია და ეშინია, ვუკმაპურის გარეშე არ დარჩეს, ადვილია მართვა. შიმშილის შიში ყველაზე ძლიერი მექანიზმია კონტროლის. ტარტარიაში ეს მექანიზმი არ იყო, ხალხი იყო თავისუფალი, რადგან მათი სიცოცხლის წყარო იყო ყველგან. თუ ეფირული პლაზმის მიღების ტექნოლოგია მასეთი მარტივია, დღეს რატომ ვერ იმიორებენ მაგ ტექნოლოგიებს? შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენ ვეძებთ პასუხებს ქიმიის წიგნებში, როდესაც ეს პასუხები ჩამარხულია ჩვენი სახლების სადაფებში. ეს სისტემური ცვლილება შეეხო არა მხოლოდ ერთ ქვეყანას, ამან მოიცვა მთელი მიწის ბურთი, მთელი სოფლიო. თუ თქვენ დააკვირდებით ბაზრის მთავარ მოედნებს, მაგალითად ბუინოს აირესში, მადრიდში, ვარშავაში ან ოდესაში 1870 წელს თქვენ ნახავთ ერთ და იგივეს ქალაქის ცენტრში დგალარიან გიგანტური პავილიონები რკინისაგან და მინისაგან, მაგალითად ბაზარი ლეალი პარიზში, რომელსაც
რომელსაც უწოდებენ პარიზის მუცლად. ეს ნაგებობები იყო ფართობით 10,000 კვადრატული მეტრი. ოფიციალურად მათ აშენებდნენ ბოსნეულის და ხორცის სავაჭროდ, მაგრამ ინჟინრები დღემდე იმტრებენ თავს ერთ დეტალზე. კომბოსტოს შესანახად და ხორცის შესანახად იყო საჭირო აეგოთ აშურული მეტალური სვეტები სიმაღლით 5 სართულიანი სახლისა, რომლებიც თავისი სირთულით აღემატებიან თანამედროვე აეროპორტებს. პასუხი იმალება ფიზიკაში. ეს ბაზრები იყვნენ ადგილებზე, სადაც იყო ტარტარიის ენერგეტიკული კვანძები, მინა და მეტალების განსაკუთრებული ნარევი გუმბათებში ქმნიდა რეზონანსის ეფექტს, რომელიც აკავებდა ეფირის განსაზღვრულ სივრცეში. ადრე ხალხი აქ მოდიოდა არა საკვებისთვის, არამედ დასამუხტად, მაგრამ კატასტროფის შემდეგ ეს შენობები გადააკეთეს, პროფილი შეუთვალეს, მათში დაიწყეს განლაგება პროდუქტების დიდი რაოდენობით ალაგებდნენ პროდუქტებში, თავიდან საწყობებად იყენებდნენ, შემდეგ ბაზრებად გადააქციეს. და რისთვის ხდება კითხვა? რისთვის? იმისთვის, რომ პროდუქტები პროდუქტებს ეშთანთქა ეფირი, ეს იყო გარდამავალი ეტაპი. ხალხს აჩვევდნენ მიიღოთ ენერგია პირდაპირ ჰაერიდან, კი არა, არამედ შუამავლით, მცენარეული მასით. 1851 წელს ლონდონში ააშენეს ბროლის სასახლე, კოლოსალური შენობა მინისაგან და ფოლადისაგან. მისი ფართობი შეადგენს 90,000 კვადრატულ მეტრს. ოფიციალურად მსოფლიო გამოფენის ჩასატარებლად აშენდა, მაგრამ ნახეთ მეტეოროლოგების ანგარიში მაგ დროისა უცებ ამ ხიგანტის აშენების შემდეგ ლონდონში კლიმატი და მის პერიფერიებზე უცებ შეიცვალა. სასახლე მუშაობდა როგორც ხიგანტური ეფირის ამომშრობი, ის სრულტავდა ენერგიას ქალაქის ატმოსფეროდან და ქმნიდა ენერგეტიკულ უდაბნოს. ზუსტად ამ პერიოდში ლონდონელები უჩიოდნენ ძალების დაკარგვას და დეპრესიას და ზუსტად მაშინ ლონდონში იწყება პირველი მასიური და ზუსტად მაშინ შემოიტანეს სასაუზმეები, სნექ-ბარები და ჩაის დუქნები. ხალხს წაართვეს ეფირი და შეუთვალეს ის ჩაით და შაქრით. 1890-იანი 1890-დან 1880-იანი წლების განმავლობაში ყველა მსხვილ ქალაქში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება მასიური გარდაქმნა ცენტრალური მოედნებისა. ანგრევდნენ ტრიუმფალურ კოლონებს და მათ ადგილზე ჩნდება ან სავაჭრო რიგები, ან ცარილის სივრცეები, მაგრამ თუ თქვენ იპოვით ნახაზებს ალექსანდრიული კოლონიისა პეტერბურგში ან ჰელსინკის კოლონიისა ლონდონში, კოლონას გულისხმობ მე, ვიცოდეთ, ნახავ ქართულად კოლონა, ანუ სვეტები, კოლონა იგივე სვეტი ყოფილა. თქვენ ნახავთ, რომ მათ ქვეშ დენა უზარმაზარი ფილები
ელექტრიკები მასალებისაგან, რომლებიც დენს არ ატარებენ, ხო, ფილები დენა ისეთი მასალებისაგან დამზადებული, რომლებიც დენს არ ატარებენო. ეს სვეტები იყვნენ ანტენები. მათი გადადგურება ან გადაკეთება ძეგლებად ხელი შეუწყო ერთიანი კუების ქსელის შეჩერებას, დაშლას. ადამიანის ბიოლოგიური სტრუქტურა შეიცვალა, არასდროს დაფიქრებულ ხართ, რისთვის გჭირდებოდა ჩვენ ბრანაწლავი. ოფიციალური მედიცინა დიდი ხანი უწოდებდა მას რუდიმენტს. დიახ, ჩვენს გვასწავლეს, რომ ეს რუდიმენტია. წარსული უსარგებლო ნარჩენი, მაგრამ 2007 წელს კვლევარებმა უნივერსიტეტიდან, დიუკის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს, რომ ბრანაწლავი არის საცავი სარგებელი ბაქტერიებისა, მაგრამ ტარტარიის კონტექსტში მას ჰქონდა სხვა როლი. თუ შეისწავლი ანატომიური ატლას 18 საუკუნეში დამზადებულს, სადღაც 18 საუკუნის დასაწყისში, ბრანაწლავი განიხილებოდა ცოტათი მსხვილა და ჰქონდა უფრო რთული კაპილარების ქსელი. იყო ბიოლოგიური დამცველი. ის მონაწილეობდა პლაზმური ენერგიის მონელებაში, როდესაც ჩვენ გადაგვიყვანენ სცენარიულ საკვებზე, ბრანაწლავი დაიწვა ქიმიური დატვირთვასაგან. ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ აპენდიციტს, ეს არის იმის შედეგი, რომ ჩვენი შიდა ხელსაწყომ ვერ შეძლო უხეში საკვების გადამუშავება და ტოქსინების მონელება. აი თურმე რატომ ხდება ბრანაწლავის შეტევა. 1820 წლამდე სოფლიოში არ არსებობდა მასეთი გაგება, როგორც სამზარეულო ღუმელი. მის თანამედროვე სახით არსებობდა კერები. ან ფეჩები გასათბობად, მაგრამ ხელსაწყოები ერთდროული მთავარი კერძების გასაკეთებლად არ არსებობდა და რაღაც 20 წელი და 20 წელიწადში კომპანიებმა დაიწყეს ტელეგრაფისთვის ზუსტი ხელსაწყოების გამოგონება. იწყებენ მასიურად გამოშვებას ჩუგუნის თუჯი. ხო, გამახსენდა ახლა თუჯი. მასიურად იწყებენ გამოშვებას თუჯის ღუმელებისა. ამბაზრის ერთ-ერთი ლიდერი გახდა ფირმა, რომელიც იყო დაკავშირებული როკშილდების ოჯახთან, რისთვის სჭირდებოდათ ბანკირებს ამდენი ფულის ჩადება ტაფების წარმოებაში, იმიტომ რომ სამზარეულო ღუმელი გახდა ახალი საკურთხეველი ყოველ სახლში. მან შეცვალა ეფირული რეზონატორი და ახლა დიასახლისი ხარჯავდა 5-6 საათს დღეში საჭრეს მომზადებაში იმის მაგივრად, რომ დაკავშირებულიყო თვით განვითარებით. ანუ სულიერზე ეფიქრა. ოჯახის ენერგია ახლა მიდიოდა საკვამურში შემწვარი ხორცის ორთან ერთად.
სმითსონოვის ინსტიტუტმა აღმოაჩინა უცნაური სამზარეულო, რომელიც გავდა ღუმელს, მაგრამ ნახშირის კვამლი არ ემჩნეოდა. ეს ღუმელი შიგნიდან იყო მოპირკეტებული სპილენძით, გარედან კი თვით კორპუსი იყო გაკეთებული სპეციალური მასალით, კვარცით და სხვა კიდე შინაარსები ჰქონდა და თუ ამ ღუმელში ჩადგამდი წყალს, ის უცებრე ადუხდებოდა. ამის მაგივრად ჩვენ თვითონ მოგვახრიენ შეშა, ნახშირი და მოგვიანებით აირი, ჩვენ გვაიძულებდნენ ენერგიის გამო გვეხადა გადასახადი, რომელსაც ადრე უფასოდ ვიღებდი, ენერგიას უფასოდ ვიღებდი, კვებასაც და გვაიძულეს ეს ენერგია გამოვიყენოთ მცენარეების გადასამუშავებლად, რომლებიც ჩვენ არ გჭირდებათ. კიდევ ერთი საბუთი. ვერდიქტი ხორბლისა 1863 წლისა, რომელიც აიღეს ევროპულ ქვეყანაში თითქმის ერთდროულად ამ აქტების თანახმად ერთდროულად ნებისმიერი საშინაო წარმოება კვებავი ესენციებისა მარცვლეული მცენარეების გამოყენების გარეშე ითვლებოდა ჯადოქრობად ან შარლატანობად. ამის გამო ციხეში სვამდნენ. ხელისუფლება აუგზავნა ხალხს ძველი ხელსაწყოები გამოიყენებინა წყლის დასამუხტად. ამავე დროს რუსეთში დაიწყო მასიური მშენებლობა ღვინის საწყობებისა, ალკოგოლი გახდა შემდეგი ეტაპი საბოლოო დამიწებისა. თუ მცენარე საკვებია ამცირებდა სიცოცხლეს და ხელს უშლიდა ენერგიასთან კავშირს, ალკოგოლი საბოლოოდ ბლოკავდა ტვინის მაღალ ფუნქციებს და ტარტარიის შთამომავლობას აქცევდა დამჯერ სამუშაო ძალად. ვარსკვლავური ციხე სიმაგრეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასრულებდნენ ეფირული ენერგიის განწმენდას. ხო, ამ ვარსკვლავურ ციხესიმაგრეებზე მე დეტალურად ავყვები, იმიტომ რომ ეს რომელიღაც ვიდეოში მაქვს ამაზე მოყოლილი. ხო და არ მინდა გამნიოდე დროც რომ არ წაიღოს. და ეს ვარსკვლავური ციხესიმაგრეები ასრულებდნენ რეზონატორების როლს. ისინი თავის გარშემო ამდიდრებდნენ მიწას ენერგიით და მცენარეები, რომლებიც მასში მოყავდათ, იძებდნენ სამკურნალო თვისებას. ახალი ელიტით ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ეს სადგურები იყო გადაკეთებული ციხეებად ან საწყობებად, მიწა მათ გარშემო ღარიბდებოდა, რაც აღმოჩნდა კიდევ ერთი საბაბი ხალხს მიემართა ქიმიურ საკვებზე დაეჭამათ რაც შეიძლება მეტი კალორიული საკვები. სიტყვა კალორია წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან კალორ, რაც ნიშნავს სითბოს. ჩვენ მიგვაჩვიეს ფიქს, რომ ჩვენ ვართ მატარებლები, რომელშიც უნდა შევაგდოთ ნახშირი, მატარებლები კი არა, ორთქმავლები, ხო? ორთქმავლებს უნდა ნახშირი, უნდა უბრალოდ. ანუ საკვები იმისთვის, რომ მაგათმა შეძლონ გადაადგილება, მაგრამ ადამიანის სხეული არის რთული ელექტრომაგნიტური სისტემა. 1890 წელს ნიკოლა ტესლა ცდილობდა დაებრუნა ხალხისთვის გაგება ამ ჭეშმარიტებისა. ის აცხადებდა, რომ ადამიანს შეუძლია იკვებოს პირდაპირ პირველადი სუბსტანციით. მისი ლაბორატორია იყო გაჭედილი ხელსაწყოებით, რომლებიც საეჭვოდ გვახსენებდა სამზარეულოს აღწერას და დიზაინს. ტესლამ თითქმის აღადგინა ტარტარიის ტექნოლოგია, მაგრამ მისი სპონსორი ბანკირი ჯონ მორგანმა მიატოვა დაფინანსება, როგორც კი გაიგო, რომ
სასიცოცხლო ენერგიის გაყიდვა შეუძლებელი იქნებოდა მრიცხველის მიხედვით მორგანისთვის უფრო ხელსაწყო იყო ხალხს ეყიდა პური და ხორცი, ვიდრე დაიმუხტათ მისი კოშკიდან ჟონგლიფისაგან. მოულოდნელი ფაქტი 1820 წელს საბჭოთა კავშირში ტარდებოდა საიდუმლო ექსპერიმენტები უხალხო კვებასთან დაკავშირებით. მეცნიერების ჯგუფი ცდილობდა შეექმნა მარილების და მეტალების სნარები, რომლებსაც შეეძლოთ მუშებისთვის სიცოცხლის მხარდაჭერა ჩვეულებრივი საკვების გარეშე. შედეგები იყო ფანტასტიკური, ხალხი კი არ სუსტებოდნენ, იძებდნენ ამტანობას, მათ სჭირდებოდა 3-4 საათამდე ძილი. პროექტი იყო დახურული, ყველა მონაწილეები კი რეპრესირებულები, ოფიციალურად მიზეზი ანტისამეცნიერო ბოდვა, მაგრამ სინამდვილეში ხელისუფლება შეეშინდა ადამიანი, რომელსაც არ სჭირდება მაღაზიაში სიარული და ჩადგეს რიგში პურის საყიდლად, ის არის თავისუფალი ადამიანი. ასეთი ადამიანით მართვა შეუძლებელი იყო. საკვები ყველა მოკლე გზა დაიპყრო ადამიანი, დაიმონო ადამიანი. დახედეთ თანამედროვე ქალბატონებს, უზარმაზარი სუპერმარკეტების დგას თითქმის ყოველ კუთხეში. ჩვენ გარშემო ტყმული ვართ საკვებით. მაგრამ ამავე დროს ქრონოლოგიური დაავადებები მხოლოდ იზრდება. ჩვენ ჭამთ 3-ჯერ მეტს, ვიდრე ჩვენი წინაპრები ჭამდნენ მე-20 საუკუნის დასაწყისში. მაგრამ გრძნობთ თავს მუდამ დაღლილად, სულ დაღლილები ვართ, ძალა არ ყოფნით. ეს ხდება იმიტომ, რომ მცენარეული და ცხოველური საკვები ჩამორთმეული არიან ეფირს და ჩვენთვის ეს არის ცარიელი საკვები. ჩვენ ცდილობთ რაოდენობით შევცვალოთ იმ პლაზმის ხარისხი, რომელსაც ჩვენი წინაპრები სვამდნენ, იღებდნენ პერიოდულად. ჩვენ გადაგვაქციეს ბიოლოგიური მანქნებად ბიომასის გადასამუშავებლად, რომლებიც მუშაობდნენ გაწვეთამდე კორპორაციის შემოსავლის გამო, მაგრამ ყველაზე უცნაურია არქიტექტურა ძველი ელევატორებისა ამერიკაში. მაგ ელევატორები ბუფალოში ააშენეს მე-19 საუკუნის ბოლოსკენ, არის ციკლოპური ბეტონის ცილინდრები. თუ შეხვალთ შიგ, იგრძნობთ უცნაური ვიბრაციას. ამ ელევატორში თუ შეხვალ. ბგერის კვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ცილინდრების ფორმა იდეალურად არის აწყობილი უკვე აწყობილი არის 432 გერცის სიხშირეზე, ეგრეთ წოდებულ ბუნების სიხშირეზე. ის არ საჭიროებს მუსიკაში. ის ვიბრაცია არის ამ დროს დარჩენილი ელექტროდენი, ეფირული ელექტროდენი. ეს ადგილები იყვნენ ცენტრები ეფირის შესაგროვებელი. ჩვენ დღემდე ვიყენებთ ღმერთების ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ შიგ შევინახოთ საკვები. გადასრობა იყო სინქრონული. ერთ მომენტში მთელ პლანეტაზე იყო გათიშული ეფირული სადგურები და კაცობრიობა შეეჯახა ხელოვნურად შექმნილ შიმშილს. ხალხი დატვირთვდა თავიანთ მშვენიერი სასახლეებში სამზარეულოს გარეშე
და იხჩობოდა ენერგიის უკმარისობის გამო, სანამ მათ არ უჩვენეს მიწისკენ და არ უთხრეს თხარეთ, იქ არის თქვენი გადარჩენა და ჩვენ დავიწყეთ ხრა, რას მიპასუხებთ თუ გეტყვით, რომ ამ ციხის გასაღები ჩვენ ხელშია. ძველ სამზარეულოს წიგნებში 1950 წლამდე გამოცემაში ხშირად ხდებოდა რეცეპტები გამაძლიერებელი წყლებისა, რომელიც მზადდება სპილენძის ჭურჭელში, განთიადზე. ეს არის ინფორმაცია ეფირის კონდენსაციის შეგროვებისა, ვისაც ეს ცოდნები შეენარჩუნა დიდხანს ცოცხლობდნენ. 1987 წლის რუკაზე, რომელიც შექმნა ფრანგმა ჟან ჟავიეტემ, ნახავთ, რომ ახალმდებარე ციმბირის დაშორეულ აღმოსავლეთის ტერიტორიებზე აღნიშნული ასობით ქალაქები, ისინი განლაგებული არიან მჭიდროდ, როგორც თანამედროვე ევროპაში. არის ერთი დეტალი, ამ ქალაქების გარშემო 1000 კილომეტრი არ არის სახნავი მიწების ნიშნულები, ფერმების ან საძოვრების ნიშნულები. ოფიციალური ისტორია გვეუბნება, რომ ქალაქები ვერ იარსებებენ სოფლის მეურნეობის გარეშე ადამიანებს სჭირდებათ საკვები და იმისთვის, რომ აჭამო ქალაქის მოსახლეობას 50,000 ადამიანით საჭიროა 10,000 ჰექტარი ყანები. ტარტარიის რუკებზე ყანების საერთოდ არ არსებობს. ეს ყანები ტუპიში ეს აყენებს ნებისმიერ მეცნიერს ტუპიში, როგორ ცხოვრობდნენ ეს მილიონები, თუ ისინი არაფერს არ თესავდნენ და არ ხნავდნენ. გადავიდეთ სამხრეთ ამერიკაში, პერუში. იქ არის ობიექტები, რომლის გიგანტური ტერასები არიან განლაგებული სიღრმეში, მიწაში, ამფითეატრის ფორმით. ისტორიკოსები წერენ, რომ ინკები იყენებდა ამ ადგილს როგორც სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას, მცენარეები კი აკლიმატიზაციისთვისო. მცენარეებს იყენებდნენ აკლიმატიზაციისთვისო. ინჟინრები, რომლებიც ზომავდნენ 2015 წელს, იპოვეს უცნაური ფაქტი, ტემპერატურის სხვაობა ზედა და ქვედა ტერასებს შორის შეადგენს 15 გრადუსი, თუმცა სიღრმეში მისი ტემპერატურა არის სიღრმე არის 30 მეტრი და ყოველ ტერასს აქვს სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობა და ჩამოტანილია სხვადასხვა ადგილებიდან, სხვადასხვა კონტინენტებიდან, რეგიონებიდან. ის არ იყო ფერმა, ის იმეორებდა ლინზების ხელსაწყოების წყობას. ტერასები აკეთებდნენ დედამიწის და ატმოსფერის კონდენსაციას ერთ წერტილში. ამ წრეების ცენტრში იდგა ჭურჭელი წყლით სავსე, რომელიც რეზონანსის მოქმედების ქვეშ გადაქმნიდა იმ პლაზმას, რომელიც საკვებს ანაცვლებდა. მაგდაგვარი ტერასები და ამფითეატრი არის მთელი პლანეტის მასშტაბით, ინგლისიდან ჩინეთამდე. ჩვენ ყველგან გვეუბნებიან, რომ ეს აშენდა სანახაობის გულისთვის ან საკვების გასაშინებლად, მაგრამ რატომ არიან ისინი განლაგებული ადგილებში ძველი მაგნიტური ანომალიებით? ტარტარიაში მასეთ ობიექტებს უწოდებდნენ ეფირის ბაღებს. იქ არ მოყავდათ კარტოფილი ან ხორბალი. იქ იდგა მეტალის დანადგარები, რომლებიც ავსებდნენ სივრცეს თავის გარშემო სასიცოცხლო ძალათი. ცხოველები და ხალხი იმყოფებოდნენ მასეთი ბაღების მოქმედების რადიუსში და არ გრძნობდნენ შიმშილის შეგრძნება. ის იყო სისტემატური გლობალური უსადენო სისტემა, გლობალური უსადენო კვებისა. ზუსტად ამიტომ
ციმბირის ძველ რუკებზე ქალაქები დგალარიან ფსკელი ტყეების შორის დაყანებისთვის. ჩეხვა არ იყო საჭირო. შუა მე-19 საუკუნის შუაში მთელი ციმბირი და ჩრდილოეთ ამერიკაში იწყება მასიური ტყის ხანძრები წარმოუდგენელი ძალისა გამოძიებისას. მაგ დროს ნიადაგში პოულობდნენ დიდი რაოდენობას ხის, ნახშირისა და ფერფლისა. ამ ხანძრების შემდეგ ადგილზე დაკარგული ეფირული ხეებისა დაიწყეს ჩვენთვის მიღებული ტყეების დარგვა. ანუ ის ტყეები, რომლითაც იყო დაფარული მთელი ციმბირი, ასხივებდა ეფირულ ენერგიას და ის ხანძარი იმიტომ მოაწყეს, რომ ეს ხეები დაეწვათ და ისინი შეანაცვლენ უფრო ნაკლებად სარგებელიანი ხეებით, რომელიც ჩვენ უკვე გვართმევს ენერგიას. მაგალითად, ადრე იყო კედრები ყველგან და მერე შეანაცვლეს ნაძვებით და ფიჭვით. ნაძვი და ფიჭვის ართმევს ადამიანებს ენერგიას. ამიტომ ნაძვი ოთახში არ უნდა შეიტანოთ ახალ წელს, რომ ნაძვები შემოიტანეს, ბუნებრივი ნაძვები. რისთვის? იმისთვის, რომ ადამიანები უფრო დაავადმყოფონ. ისინი აიძულენ, ეს გააკეთეს ყველაფერი იმიტომ, რომ ხალხი აეძულათ, ეჭამათ საჭმელი, ჯერ უნდა, მაგრამ ამისთვის ჯერ უნდა გაენადგურებიათ თავისუფალი ენერგია და წაერთმიათ ეფირული ჟანგბადი. ამურის პირას დგალარიან ვარსკვლავური ციხესიმაგრები, რომლებიც მე-19 საუკუნის რუკებზე დანიშნულია როგორც რესურსების გამანაწილებელი ცენტრი. ამ სადგურებს წვავდნენ. ეგენის დაუწვიათ. ამ სადგურებს წვავდნენ კოსმოსიდან და ამას აკეთებდნენ ძლიერი იარაღის საშუალებით იმისთვის, რომ გაეწყვეტათ ქსელი ეფირული კვებისა. დააკვეთით ჩინეთის დიდ კედელს ამ ზოგადი კოშკების იძულებული ვარ, მაპატიეთ ახლა შემაწყვეტინეს. იძულებული ვარ ეს დიდი თემა ძალიან და აქ შევჩერდე და გაგრძელებას შემდეგ ვიდეოში წარმოგიდგენთ. ეს არის ამ ვიდეოს პირველი ნაწილი. ამ თემის პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი იქნება ამის შემდეგ. მადლობთ ყურადღებისთვის.